პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის ბიუჯეტი. პირველი იავრიდან ასამოქმედებელი ახალი საგადასახადო რეგულაციები და კვირის ბოლოსთვის დაფიქსირებული გაცვლითი კურსი სავალუტო ჯიხურებში. როგორი წელი გველოდება წინ, იმუშავებს თუ არა ხელისუფლების გეგმა, მმართველი გუნდის არგუმენტები, ოპოზიციის პრეტენზიები, ექსპერტთა მოსაზრებები, დღეს გადაცემაში შეკითხვის დრო. აღმშვიდობისა ეთერშია შეკითხვის დრო, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. $1 ყიდვა სავალუტო ჯიხურებში 2 ლარად და 71 თეთრად არის შესაძლებელი. ამ სავალუტო კურსით ახალი ბიუჯეტით და უკვე მიღებული საგადასახადო ცვლილებებით სრულდება კვირა. პარლამენტმა 15-16 დეკემბერს სამივე მოსმენი დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები. პირველი იავრიდან ანუ 2017 წლიდან ნავთობპროდუქტებზე, მსუბუქ ავტომობილებზე, თამბაქოზე აქციზის გადასახადები, ასევე სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლები გაიზრდება. გადასახადების გაზრდით მთავრობა იმ 500 მილიონ ლარზე მეცელის ბიუჯეტში, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმირებით აკლდება. რამდენიმე ცვლილება მთავრობის ინიციატივიდან საპარლამენტო დამტკიცებამდე. თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ პროექტში თითქმის ყველა ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე იზრდებოდა აქციზის გადასახადი, საპარლამენტო განხილვების შედეგად გადასახადის ზრდა მხოლოდ 6 წლისა და უფრო ხანდაზმული მანქანების იმპორტს შეეხება. მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი ისევ სამმაგი ოდენობით განისაზღვრა, როგორც მთავრობის პროექტში იყო. ძველი ტარიფებით მოხდება იმ ავტომობილების გამბაჟება, რომელთა ტრანსპორტირებაც უშუალოდ საზღვაო გადაზიდვის გზით არის დაწყებული კანონის გამოქვეყნების თარიღამდე. ნაცვლად თავდაპირველად გათვალისწინებული 2016 წლის 1 დეკემბრისა. ცვლილებები გამოიწვევს თამბაქოს ნაწარმზე ფასების გაზრდას, მთავრობა ვარაუდობს, რომ 10%-ით უნდა შეამციროს ამან თამბაქოს მოხმარება. საგადასახადო კოდექსში მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს ასევე ახალი გადასახადის დაწესებას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალიც 40,000 ლარზე მეტია. ასეთი პირები ვალდებულნი გახდებიან მსუბუქ ავტომობილზე გადაიხადონ გადასახადი. საბოლოო ვერსიის თანახმად, ანუ პარლამენტში დამტკიცებული კანონპროექტით ეს იქნება არა ფიქსირებული, როგორც თავდაპირველ პროექტში იყო ასახული, არამედ დადგინდება ავტომანქანის ღირებულებიდან გამომდინარე. ტოტალიზატორებზე არსებული მოსაკრებელი 5%-იანი განაკვეთი 7%-მდე გაიზრდება და არა 10%-მდე ნაცვლად თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებულისა. საპარლამენტო ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის გადაწყვეტილება გადასახადების ზრდაზე და ასევე ივარაუდეს პროდუქტებზე ფასების გაძვირება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც სტუმრობდა პარლამენტს. ეროვნული ბანკი 2017 წელს 4%-იან წლიური ინფლაციას, ხოლო მომდევნო 2 წლის განმავლობაში 3%-იანს პროგნოზირებს. ნახოთ საპარლამენტო განხილვების დროს გაკეთებული მთავარი განცხადებები ბოლო დღეებში. რეგიონული ფაქტორების მოშველიება არის არასწორი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქვეყანას იმიტომ ყავს მთავრობა, რომ თუ სოფლიოში რაღაც ხდება, ადეკვატურად უნდა უპასუხოს და 3 წელია ვეუბნებით, რა უნდა გააკეთონ, სამწუხაროდ არაფერს არ აკეთებენ, აკეთებენ იმის საპირისპიროს, რაც არის გასაკეთებელი. გადასახადები ზრდიან, იმის მაგალითად რომ გადასახადები დაწიან. შევახსენებ ოპონენტებს, რომ ეს ლარი მარტო მთავრობის ლარი და ხალხის ლარი არ არის, მათი ლარიც არის. ანუ პასუხისგებლობა ლართან მიმართებაში და მთლიანად ეკონომიკურ პოლიტიკაზე მათაც აქვს და შესაბამისად უნდა მოერიდონ ისე დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც ლარის კურსზეც აისახება. ამ ლარს არც ინვესტიცია შველის, არც ტურიზმის შემოსავალი შველის, არც ეკონომიკის ზრდა შველის, არც თანაბარი ხარჯვა შველის, რასაც ყველაფერს გვიმტკიცებთ, რომ კარგად არის. თუ ყველაფერი კარგად არის და ეს არაფერი არ შველის ლარს, მაშინ დავქცეულობთ საერთოდ და ის არის. ამიტომ იმის მტკიცებით, რომ ყველაფერი კარგად არის, თქვენ სინამდვილეში გვიმტკიცებთ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის. მებებია ილიკო და ილარიონში. ზურიკელა როებნება, ღამე იყო ქარიანი და მიხარიაო და როებნებიან თუ ქარიანია, წვიმიანია, ყინვიანია, ქვეყანა ინგრევა, რა გიხარია შეაბდალო. ზუსტად ასია კაცო. ლარი გაუფასურდა, ხალხი გაღარიბდა, ხალხშია და მთავრობა გამოდიხარ და ამბობთ, რომ გიხარიათ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. ამდენჯერაც მოვიტყვიოთ, იმდენჯერ მე გამხელთ. აი ახლა მე გეუბნებით
ხო და მეც ვიტყვევოდი ახალგაზრდობაში და ხო ხედავთ სკვერი გზელი მაგდა თქვენ აი ასე გაგიგზელდება პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალთ ხოლმე ბატონ რომან, იმიტომ რომ მე არც ერთი ინფორმაცია რაც მოგაწოდეთ არ ყოფილა არასწორი ინფორმაცია, შეგიძლიათ კარგად გადაამოწმოთ. რა შოკები იყო ისეთი, რომლის განეიტრალებასაც ცდილობდით აგვისტო-სექტემბერში, როდესაც თქვენ აქტიურად ჩაერიეთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით და პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აჩუქეთ ლარის კურსი და რატო არ ერევით ახლა, როდესაც ხდება ის, რაც ხდება ქვეყანაში. საგარეო ფაქტორებიდან გადმოცემული შოკების სიძლიერე გაიზარდა. მოგესალმებათ, რომ დოლარმა თავის ისტორიულ სიძლიერეს მიაღწია. მთავრობის წევრთა განცხადებებს შორის ყველაზე სადავო აღმოჩნდა პრემიერის განცხადება, რომელსაც რამდენიმე დღეში პრემიერის პრესსამსახურის განმარტებითი განცხადება მოჰყვა. პრემიერი ამბობდა, ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების, ძალიან ადვილი ასე დროს პოლიტიკური ქულების დაწერა, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ვთქვამთ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია იმედში სტუმრობისას განავრცო, რომ მთავრობას კარგად ესმის, თუ რამდენად მტკივნეულია ლარის ცვლილება მოქალაქეებისთვის, რომ მათი მიზანია ეკონომიკის მდგომარეობის ისეთი მაჩვენებლის მიღწევა, რომ ვალუტის მდგომარეობა ასე მტკივნეულად არ იყოს ასახული ჩვენზე. პრემიერი მოკლედ გვირჩევს ფასთა ცვლილებას შევხედოთ, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ და ამ გამოკითხვას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე დაგიანონსებთ, ვინ იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. გადაცემას დავიწყებთ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ ქართული ოცნება ჩაგვერთვება, ლადო პაპავა, ეკონომისტი მიიღებს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რომელსაც ასეთი ფრაზა თქვა, რომ მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე ხალხს აუხსნას, რომ ლარი უნდა უფასურდებოდეს. ნახოთ როგორ ახსნის თავად რას გულისხმობს ბატონი პაპავა. აკაკი ცომაია ეკონომისტი გადაცემის ბოლო ბლოკში წარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი. მოკლედ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის გეგმებზე, ფასებზე და ლარის კურსზე. გადაცემას ვიწყებთ ჩვენ გიგი მაღლაკელიძესთან საუბრით, ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს, ეს საპარლამენტო პოლიტიკური ძალაა და ბატონი გიგი მოგვიყვება ახლა გარდა იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსი ოპოზიცია და როგორც წესი ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს და მთავრობის გეგმებს არ სწყალობს მხარდაჭერის დროს, გარდა ამისა, რა მთავარი პრეტენზიები აქვს ამ პოლიტიკურ ძალას მთავრობის გეგმებთან მიმართებაში. ჩვენ ხშირ მოვისმინეთ უმეტესწილად ნაციონალური მოძრაობის პრეტენზიები, ახლა მოგისმენთ თქვენ. მოგესალმებით. გამარჯობათ. დიახ. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ დღევანდელი ბიუჯეტი, რომელიც ეხლა მიიღო პარლამენტმა, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც საზოგადოება აყენებს პირველ რიგში. აი რა არის საზოგადოების თავარი მოთხოვნა? დიახ, ბიუჯეტი უნდა იყოს ადამიანებზე, ხალხზე ორიენტირებული და იგი უნდა იყოს კონკრეტულ ადამიანს უნდა ეხებოდეს და არა ის, რომ 2020 წელს, 2025 წელს რაღაც დიდ პროექტებს განვახორციელებთ, ქვეყანა ესე აყვავდება. ჩვენ დღეს უჭირს კონკრეტულად, დღეს უმძიმეს ეკონომიურ მდგომარეობაშია საზოგადოება და ადამიანები, ყველა ადამიანი თავის ოჯახზე და პირად ცხოვრებაზე აღიქვავს იმ პრობლემებს, რაც არის, ამიტომ ბიუჯეტი ცალსახად ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანს. ეს ერთი. მეორე, როდესაც თქვენ იღებთ ბიუჯეტს, ის რატომ არ არის ადამიანური ბიუჯეტი, მოდით? რომ არ არის პენსიის და მასში და კიდევ აი რას გულისხმობთ კიდევ უფრო კონკრეტულად? რას გულისხმობთ და როდესაც სახელმწიფო და ხელისუფლებას შემოაქვს ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი და მსხვილ ბიზნესებს და თქვენ აღსნიშნეთ დასაწყისში 500 მილიონზე მეტი მოგების გადასახადს უუქმებ მსხვილ ბიზნესს და ეუბნები რომ რეინვესტიციების კუთხით გამოიყენე მომავალში. მოდით ჩავხედოთ სტრუქტურას, რომ ვის უუქმებენ. იცით თქვენ რომ რეალურად მოგების გადასახადის სტრუქტურას რო ჩავხედოთ, 80% არის მსხვილი ბიზნესი არის გადამხდელი
ამ მოგების გადასახადის. ეხლა ეს მსხვილ ბიზნესს ვინც წარმოადგენენ? მსხვილ ბიზნესს წარმოადგენენ კომერციული ბანკები ძირითადად. ეს გახლავთ ძლიერი სადაზღვევო კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები. ეხლა ისმის ძალიან მარტივი კითხვა. შედალოცვილო, თუ ადგები და უუქმებ მოგების გადასახადს და აი ამათმა 4-5 წლის შემდეგ უნდა მოიტანონ ის შედეგი, რომ ეს ფული უკან უნდა ჩააბრუნოს. იმ კომერციულ ბანკს თუ უნდა ფილიალის გახსნა, ისედაც გახსნის. გადაიხადოს მოგების გადასახადი, მას პრობლემა არ აქვს, რომ ახალი ფილიალი თქვა გლდანში გახსნას ან ორთაჭალაში. ისე რომ ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც იცით თქვენ როგორი მონოპოლურიები არიან, თუ მას უნდა ახალი ფილიალის გახსნა და ახალი სავაჭრო წერტის გახსნა, მას თავისუფლად შეუძლია. ამიტომ ერთი, როდესაც შენ ტვირთს და ფინანსურ ტვირთს და ესე იგი ზეწოლას ახორციელებ ადამიანზე, რადგანაც ის ბიუჯეტში გადახდილი 9 მილიარდი, ეს ცოტა თანხა არ არის. 9 მილიარდზე მეტი კიდევ თანხა უნდა მოაკლდეს ბიუჯეტს, ანუ ჩვეულებრივ ღარიბ ადამიანს და ჩვეულებრივ მაცხოვრებელს და მეორე, უფრო უარეს აკეთებ, რომ აქციზებს უსდი ისეთ პროდუქტზე, როგორიც გახლავთ საწვავი. საწვავი იცით, თქვენ ყველა საქონლის თვითღირებულებაში ანუ არ ღირდა ამ გეგმის განხორციელება ბატონო გიგი, აი ამ აქციზის გადასახადის გაწვირების ხარჯზე, აი ეს ბალანსი არ იყო საჭირო, რომელიც ბიუჯეტში იქნა გამონახული ერთის მხრივ გადასახადების გაძვირებით და მეორე მხრივ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომლითაც ახალ სამუშაო ადგილებს ვარაუდობს მთავრობა. აი ნახეთ ეხლა დავამთავრებ დიანა და გიპასუხებთ რომ როდესაც თქვენ ზრდის აქციის საწვავზე საწვავი შედის ყველა პროდუქციის თვითღირებულებაში და საკმაოდ დიდი წვლილი აქვს არა აქვს მას მნიშვნელობა თქვენ პურს აწარმოებთ ლიმონადს თუ ნებისმიერ სხვა პროდუქტს ყველა პროდუქტს ჭირდება გადაზიდვა გადატანა ანუ საწვავის წვლილი ძალიან მაღალია და ადამიანი ჩვეულებრივი მოქალაქე ორმაგ ზეწოლის ქვეშ არის იცით თქვენ მე ახსენი რატოა პირველი ზეწოლა როდესაც კომერციულ ბანკებს და მსხვილ კომპანიებს მოგების გადასახადიდან ანთავისუფლებ და ისინი გაურკვეველ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბანკებს რომ შენ მოგების გადასახადიდან გაანთავისუფლებ ის ბანკი ისედაც გახსნიდა იმ ფილიალს ისედაც დაასაქმებდა იმ ადამიანს და წარმოიდგინეთ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფილიალის გახსნა შეუძლია ბანკს იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იცით თქვენ მისი საქმიანობა არაპროფილურ საქმიანობად ჩაითვლება აქ ესე იგი ჩვენ ვიღებთ რაღაც ძალიან გაურკვეველ მექანიზმს, როდესაც ბანკებს დაასრულეთ. ეს გახლავთ ორმაგი ზეწოლა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა აქციზების ზრდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიც არის საწვავი, როგორიც არის. აი ხა თქვენ ქალბატონდიან და მე გარკვეულწილად თქვენთანაც მექნება შეკითხვა იმ არგუმენტების შემდეგ, რაც მე ვთქვი. თქვენ ეხლა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი იქნებით თუ ქართული ოცნების დეპუტატი, თქვენ რო დეპუტატი ყოფილიყავით, მისცემდით ასეთ ბიუჯეტს ხმას. იმიტომ რომ ყველა ადამიანი თქვენ რომ რაღაცას გისახავენ და გეუბნებიან 2020-2030 წელში კარგად იცხოვრებთ. გამოაღოს ყველა ადამიანმა თავის მოცივარი და იქ არის ის გაურკვეველი ციფრების რახარუხი რო იცის ხელისუფლება რომ 4% იქნება ეკონომიურის და 3% ნახევარი 4% იქნება ინფლაცია სავალუტო ფონდმა ესე თქვა ეს ციფრებით манипуლირება უნდა დამთავრდეს ხალხს უნდა უთხრა პირდაპირ და ოპოზიციაში ყოფნა სხვა პრივილეგიაც არის ბატონ გიგი თქვენ არ გაქვთ ეს მართვის სიმძიმე ვალდებულების სიმძიმე და უფრო თამამებით მე მაინტერესებს გადასახადების ზრდა აქციზის გადასახადების და ბიზნესში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს თუ არა ამაზეც იყო აქცენტი გაკეთებული ანუ ეს რა ტიპის ცვლილებებს გამოიწვევს იმიტომ რომ მე მომისმენია ასეთი ვერსიაც რომ შესაძლებელია თუ მძიმე ტვირთი იქნება ეს ბიზნესისთვის წვრილი და საშუალოსთვის ისინი რაღაც გადახედავენ მაგალითად თავის შტატებს არა, აქ სამუშაო ადგილების ზრდას ან შემცირებას რა თქმა უნდა გამოიწვევს, როდესაც ყველა ადამიანს თვითღირებულება თითოეული პროდუქციის, მაგრამ აქ უფრო უარესი მოხდება. აქ ყველა ადამიანს გაუძვირდება ცხოვრება, ყველა საშუალო და ხელმოკლე ადამიანს, ვის დღეს ცხოვრობენ და ძალიან ერთეული ადამიანები და სულ რამოდენიმე 1000 ადამიანი ცხოვრობს დავხენილად დღეს, მათ ყველას გაუძვირდება და თქვენ პატარა დატვირთვა კი არ არის 20%-მდეა თუ არ ვწდები აქციზის გადასახადი საწვავზე. წარმოიდგინეთ
20% რამდენია თითოეულ იცით თქვენ მე რაც გითხარით თვითონ საწვავის თვითღირებულება ყველა პროდუქციაში. და თქვენ რო ბძანეთ, ეხლა მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ოპოზიციაში ვართ და ხიბლი. არა მარტო ოპოზიციაში, ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის სხვადასხვა მექანიზმები, სხვადასხვა წინადადებები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ კიდევ უკვე ოფიციალურად გაუგზავნოთ და დავაყენოთ. ჩვენ მზათა ვართ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ის რჩევები და ყველა ის წინადადებები მივაწოდოთ და მათთან ერთად განვიხილოთ. ანუ ჩვენ არა ვართ მარტო ჩასაფრების პოზიციიდან. ჩვენ ასე მათთან ვაზოთ გამოსავალს. ანუ თქვენ გექნებათ რაღაც გეგმა შეთავაზებული ხელისუფლების მისამართი. რა თქმა უნდა, ვირჯეროთ, ზოგი შეიძლება კარგი იყოს. განსაკუთრებით სოციალურ ქსელში დიდი ასე ვთქვათ აჟიოტაჟი მოჰყვა ბატონი კვიციანის შეცდომას, რომელიც საუბრობდა, რომ ეს დოლარები ეროვნული ბანკის რეზერვუარებში უნდა წავიდესო ამ შეკითხვას. ანუ ასეთი ტიპის განცხადებები მაგალითად მართლ ძალას რამდენად დაუტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თქვენ ეკონომიკური განხრით, ეს ვთქვათ, კომპეტენტური გუნდი ხართ და თქვენს გეგმებს უნდა მოусმინონ. მე მინდა ცალსახად დაგარწმუნდოთ თქვენს და საზოგადოებას, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის და ყავს ძალიან პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ეკონომისტა და ყველა სფეროში ძალიან მაღალკვალიფიციური ადამიანები. მე თვითონ გახლავართ ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი და დამთავრებული მაქვს რა ვიცი რამდენი ინსტიტუტი აღარ ვიცი. ასევე ჩვენ გუნდში არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. აქვთ უდიდესი გამოცდილება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ანუ კვიციანის ეს შეცდომა არ მიიღონ ხედველობაში ურჩევნად. მაგრამ ეს ახლა რა თქმა უნდა იქ შეიძლება ადამიანს ყველას სიტყვა კარგად ვერ გამოთქვას და რაღაც, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს იმაზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ძალაზე და მე კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ როდესაც ბიუჯეტის განხილვა იყო, ალბათ თქვენ სადევნებდით თვალყურს, ისეთი პროფესიონალური ანალიზი, ისეთი შენიშვნები, როგორც პატრიოტთა ალიანსმა და მithმა ლიდერმა, გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა წარმოადგინა, იქ იყო დარბაზში კიდევ სხვა ადამიანები, მაგრამ ასეთი კვალიფიციური ανალიზი და ესეთი დასკვნა მე რატომ ხუებისგან ვერ მოვისმინე. ისე რომ თუ თქვენი პროგნოზი გამართლდება, თუ თქვენი პროგნოზი გამართლდება და არა ხელისუფლების პროგნოზი და მიდგომა, მაშინ რა მოთხოვნები ექნება პატრიოტთა ალიანსს, თუ მაგალითად ეს გეგმა ვერ იმუშავებს, ან ფასები გაიზრდება, ლარის კურსის, ვთქვათ, სტაბილურობა იქნება შეუძლებელი, აი მაშინ თქვენი პოლიტიკური ძალის შემხვედრი წინადადება ან გეგმა რა იქნება? სამწუხაროდ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიური კრიზისი. ჩვენ არ გვინდა რომ ქვეყანა გაზაფხულიდან გადავიდეს ძალიან რთულ და უმართავ პროცესები დაიწყოს. სოციალური ფონი გაუარესდეს და ამ ფონზე წამოვიდეს უკმაყოფილების ტალღა. ამიტომ ჩვენ ამ წუთში კიდევ ერთხელ გვინდა დაგიდასტუროთ რომ მზათა ვართ ყველა ის შენიშვნები და ის რადიკალური თამამი ნაბიჯები რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა ეს კრიზისი შეამციროს, ამისთვის მზათა ვართ რომ მათ მივაწოდოთ ეს წინადადება ეს ერთი თუ არა და თუ ისე გაგრძელდება როგორც არის რა თქმა უნდა პატრიოტთა ალიანსი კი არა ქვეყანას დაუდგება საკმაოდ რთული პერიოდი და პატრიოტთა ალიანსი ნამდვილად ამ პროცესს გულხელდაკრეფილი არ შეხვდება არც თვითონ და არც მისი პოლიტიკური გუნდი. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ რომ ეს საზოგადოებაზე და ხალხს დაარტყავს ძალიან ძიმედ, ხალხზე იმოქმედებს, საერთო ფონდს შეცვლის და ხელისუფლებას სჭირდება აუცილებლად კარგი მრჩევლები, ძალიან სერიოზული და თამამი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ადამიანზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა და არა მსხვილ კორპორაციებსა და რამოდენიმე მსხვილ ბიზნეს ჯგუფებზე, რომელიც სამწუხაროდ ყველა ის ნაბიჯები, რომელიც ითქმება პირდაპირ მათზეა მიმართული. აქედან გამომდინარე უნდა დაგემშვიდობოთ და უკვე ოცნების წარმომადგენელთან გადავიდეთ და მათ შორის თქვენი პრეტენზიებიც მას ესმოდა ბატონი ირაკლი მეზულიშვილი. ძალიან კარგი იქნება უთხარით რომ რამდენია ასევე უთხარით რომ რამდენია ხვედრითი წილი საწვავზე აქციის და თითოეულ პროდუქციის სტრუქტურაში რამდენია საწვავის ხვედრითი წილი ერთი გვიპასუხოს. მადლობა გიგი მაღლაკელიძეს, მას დავემშვიდობები. ბატონ ირაკლი, საღამომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მთავრობის გეგმა, მთავრობის პოლიტიკა, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც იქნა დამტკიცებული პარლამენტში, ეს სიმშვიდის წყარო არ არის ოპოზიციისთვის, მათ შორის
არა ისეთი მწვავე, ზედმეტად მწვავე, მაგალითად, ანუ თქვენთან ეს ვთქვათ, სისხორცეულად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალისთვის, მხოლოდ როგორც ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის არც პატრიოტთა ალიანსისთვის. თქვენთვის რამდენად დამაიმედებელია, რომ გეგმა, რომელიც იქნა წარმოდგენილი, ეს საგადასახადო ცვლილებების პროექტი, რომელიც იქნა მხარდაჭერილი, იმუშავებს და რეალურ შედეგს გამოიღებს. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ნება მიბოძეთ მიულოცო კასპიის რაიონს ძალიან დიდი გამარჯვება გუშინ ჩვენი წარმომადგენელი გახდა აბსოლუტური ფალავანი გიორგი კაციაშვილი და ძალიან დიდი გამარჯვებაა და მე კასპიის მაჟორიტარი ვარ და მიულოცო მთელ კასპიის რაიონს. სად გაიმარჯვაც, მეც მომიყევი. რაც შეეხება აბსოლუტური ფალავანი გახდა 20 წლის ბიჭი, ანუ ძალიან მაღალ კატეგორიაში, აბსოლუტური საქართველოს ჩემპიონი მოუგო მასზე უფრო მძიმე წონიანს 50 კილო არის სხვაობა და ძალიან დიდი გამარჯვებაა მერწმუნე და ეს არის ალბათ მომავალი ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი კაციაშვილი. დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი. გასაგებია ძალიან ვამაყობ ხოლმე მეც ჩვენი სპორტსმენების გიორგი მთელ კასპიის რაიონს. კარგით, ეხლა ვიამაყებთ თუ არა მთავრობის გეგმით და მისი პოლიტიკით, თქვენ რამდენად გაიმედებთ ეს პოლიტიკა, რომ რაღაც იქნება ხელშესახების შედეგი? ძალიან დიდი მადლობა დღეს მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი დიალოგი, არა მარტო საპარლამენტო ფორმატში, არამედ ზოგადად ასეთ ტელეშოუებში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივიტანოთ საზოგადოებასთან ის ვითარება და ის სურათი, თუ რას მოგვიტანს ეს ბიუჯეტი, რა სიტუაციიდან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ ეს არ მოხდარა 3 მოწმენდილზე, თქვენ კარგად იცით, იმიტომ რომ ნებისმიერი აქციზის გაზრდა, ფასის და ეს არის ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და ყოველთვის იწევს გარკვეულ ნეგატივს. ამიტომ რასაკვირველია ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მხოლოდ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის რეალური სურათი. ჩვენ გვაქვს ის 500 მილიონიანი ასე ვთქვათ ლუფტი, რომელიც აუცილებლად უნდა შევავსოთ ჩვენს ბიუჯეტში და იქნა მიღებული გადაწყვეტილება და შევეხოთ შედარებით ნაკლებ ასე ვთქვათ მტკივნეულ სფეროებს, რაც არის თუნდაც სიგარეტის აქციზი, თუნდაც ნავთობპროდუქტის აქციზი და ასე ვთქვათ სათამაშო ბიზნესის მე ვინაიდან მევსვამ აქ კითხვებს მე არ დაგავალდებულეთ თქვენ რომ თქვენი ოპონენტის შეკითხვისთვის გეპასუხათ, მაგრამ ეხა ვინაიდან ახსენეთ ასევე კითხავთ, თუ არ ვცდები ეს არის 20%, არა იქნებ თუ მეტი სხვანაირად იცით თქვენ განგვიმარტოთ საწვავის გაძვირება, მისი წილი პროდუქტში რამდენია და ეს გამოიწვევს თუ არა ასევე ფასების ავტომატურ ზრდას? მე პირდაპირ გეტყვით, რომ ზუსტად ციფრებში მე ვერ გეტყვით, რამდენი იქნება პროცენტული ზრდა ნავთობპროდუქტებზე, ამას რამოდენიმე კომპონენტი აქვს და ეს პირდაპირ, სხვადასხვა პირდაპირ ასახვა არ არის, ახლა მან სპეციალური ფორმულა არის, რომელიც აქვს ნავთობკომპანიებს, წარმოებულ კომპანიებს. ამიტომ მე გამიჭირდება, მაგრამ ეს იქნება ალბათ გარკვეული ზრდა, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი ზრდა, რომ ასე ვთქვათ, ტოტალური სხვაობა იყოს. რაღაც ფენომენალური რეკორდები მოხსნას ნავთობის ფასზე, რაც იყო საქართველოში ადრე და ასე შემდეგ. ან თქვენ კარგად გახსოვთ ნავთობის ფასი საქართველოში ნაციონალური მოძრაობის დროს, ეს იყო 2.35 ლარი 35 თეთრი პრემიუმი და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ეს ფასები იყო პრინციპში ძალიან მაღალი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რაც არის მიღებული, ეს არის აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა ჩვენ საერთო ჯამში მივიღოთ დაბალანსებული ბიუჯეტი, საერთო ჯამში მივიღოთ ის ეკონომიკური ზრდა, რაც გვაქვს, რისი პროგნოზით არსებობს არა მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდში, არამედ ყველა ფინანსურ ინსტიტუტებში და მე ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ჩვენ მივიღებთ რეალურ რეზულტატებს. ბატონო ირაკლი, ანუ თქვენ ამბობთ და ამით აღიარებთ, რომ ეს არის ავანსად გაწეული ეს პროექტი იყო ბიუჯეტის დაბალანსებისთვის და ის რეალურად ეკონომიკის გაცოცხლებისთვის რამდენად იქნება
სწორი გეგმა. ასევე თქვენ საუბრობდით საწვავის ფასზე, აქ სამი კომპონენტია, რაზეც ნავთობ იმპორტიორებიც საუბრობენ, რომ იქნება გაძვირება. ეს არის აქციზის გადასახადი, საერთაშორისო ბაზარზე ფასები და ეს არის კურსი სავალუტო. აქედან საერთაშორისო ბაზარზეც იწევს, როგორც ამბობენ, ხოლო კურსი ვალუტის და ასევე აქციზის გადასახადი, ეს ორი კომპონენტი ცალსახად უარყოფითია, ამიტომ მოსალოდნელია ყველა გათვლით, რომ გაიზრდება საწვავზე ფასი. ვინაიდან თქვენ უნიშნელო ახსენებთ, მე დავაკონკრეტებ. მოდით ეტაპობრივად გავიაროთ. კარგი. ეტაპობრივად ეტაპობრივად კარგი, ასე ვთქვათ, მაშინ არაპოპულარული არის ყოველთვის. მე რას ვიძახი, ანუ რისი თქმა მინდა, თქვენ იმ ლუფტზე მინდა ვისაუბრო, რატომ შეიქმნა ეს ლუფტი? ეს ხომ არ მოხდა, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს 60 მენდილზე ეს ლუფტი შეიქმნა იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა უпроцент შემოეყო ესტონური მოდელი მოგების გადასახადს. ამ მოდელს აქვს თავისი სპეციალური სეგმენტი, რომელიც ამას აკრიტიკებს. არის სეგმენტი, რომელიც ეს არის მისაღები. ეს მოდელი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული ესტონეთში, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება, რომ ესტონური მოდელის შემოღება, რომელიც მისცემს დამატებით სტიმულს ეკონომიკას შექმნას, დამატებით სამუშაო ადგილები კერძო სექტორში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კერძო სექტორის განვითარება, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა, რეალურ სექტორში თანხის გაჩენა და მეორეს მხრივ არის მეორე ეტაპი, როდესაც ჩვენ ვაბალანსებთ თუნდაც ნავთობპროდუქტების ზრდის ხარჯზე, სიგარეტის აქციზის, ანუ სიგარეტის ზრდის ხარჯზე და კიდევ სათამაშო ბიზნესის, ასე ვთქვათ, ამ აქციზის ზრდის ხარჯზე ვაბალანსებთ ამ ლუფტს. ამიტომ ვიძახი, რომ აქედან გამომდინარეობს ეს ნაბიჯი და არა იმ სიტუაციიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, ფანტასტიკური ზრდა არის მსოფლიოში, ყველაფერი კარგად არის და უცბად გავიღვიძეთ და გადავწყვიტეთ, რომ აი ამ დაბალანსების პროცესში ბიზნესი ხომ არ დაზარალდება და ასევე მომხმარებელი და ხომ არ გამოიწვევს ეს მაგალითად ბიზნესში სამუშაო ადგილების შემცირებას. არა, რასაკვირველია, ეს არ გამოიწვევს. პირიქით, ჩვენ ხომ არ გადავდგავდით ისეთ ნაბიჯს, რაც გამოიწვევდა ადგილების შემცირებას, ხო? ანუ სამუშაო ადგილების შემცირებას. ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას ძალიან აქტიურად 2012 წლიდან, პირველი დღიდან, მე მაშინ არ ვიყავი ქართულ ოცნებაში, მაგრამ ქართული ოცნების პარტია ძალიან აქტიურად ებრძვის ამ პრობლემას და თქვენ იცით, რომ 15-დან 12%-მდეა ჩამოსული უმუშევრობის დონე. ეს არ არის რაღაც სასწაული ტემპი, რომელიც ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა და ჩვენ მეტი გვსურს და არც ნამდვილად მერწმუნეთ, არც ის განცდა არ გვაქვს, რომ რაღაც ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ, მაგრამ ეს ტემპი დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრა და რასაკვირველია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც მიიღო ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა, არის შექმნილი იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეს ჩვენ საზოგადოებას იმისთვის, რომ ხარჯვით უნარიანობა გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზარალდება გარკვეული სეგმენტები. არ შეიძლება ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ ჩვენ მაგალითად ისეთი ქვეყნებიც კი, როგორც არის აზერბაიჯანი, აზერბაიჯანმაც კი ვერ შეძლო, ასე ვთქვათ, ვერც კურსის დასტაბილურება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რეზერვები დახარჯა და მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი აქვს აზერბაიჯანს. ჩვენ ნავთობიც არ გაგვაჩნია და ჩვენ სამწუხაროდ ამას უნდა ვაღიარო, ჩვენ არც მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოება გავზარდო და ექსპორტზე ვიყოთ ორიენტირებული. თქვენ ახსენეთ არაპოპულარული ნაბიჯები, გასაგებია, რომ რეფორმა ყოველთვის პოპულარული არ არის და ძირითადად არ არის, მაგრამ მისი პოპულარობა დიდ დროში იზომება, რამდენად გაამართლებს. თქვენ გაქვთ იმედი, რომ გაამართლებს და ასევე მინდა გკითხოთ, სოციალურ ქსელში ჩვენი გადაცემის ლაივი მიმდინარეობს და აი მომხმარებელი ვინმე ზაზა ახვლედიანი წერს აი ამ ვიდეოს ქვემოთ, რომ ყველა თეორიულად ლაპარაკობს და არავინ გვეუბნება, რომ რა ვქნათ ჩვენ, რომ რისი ბრალია ლარის კურსის დაცემა. თქვენ ვინაიდან ლარის კურს მაინც უწოდებენ, სავალუტო კურს უწოდებენ, როგორც თერმომეტრზე, როდესაც ტემპერატურაა დაფიქსირებული, თქვენ შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ მთავარი გამომწვევი მიზეზი რა იყო? ეს კურსი ეცემოდა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. თუ ასეთი გეგმა გააჯანსახებდა მას, რატომ არ იყო თავის დროზე შეთავაზებული? ჩვენ ერთი და იგივე მთავრობაზე ვლაპარაკობთ ბოლო 4 წელი, გუშინ არ მოსულა ეს მთავრობა, გასაგებია, რომ ეხა ხელმეორე დაირჩიეს.
დიდი მადლობა კითხვისთვის. გუშინ არ მოსულა ეს მთავრობა, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ მთავრობას ძალიან ბევრი სხვა პრობლემა დახვდა წინ. არც 8 წლის წინ არ მოსულა ეს მთავრობა და არც 12 წლის წინ, რომ ასეთი ანალიზი გავაკეთოთ. ხო, ანუ ჩვენ რეალურად შევხედოთ სიტუაციას 2012 წელს, როდესაც მოვიდა სათავეში ქართული ოცნება, ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით პრობლემა იყო და ყველაფრის ერთად გადაწყვეტა ნამდვილად რთულად მეჩვენება. თუმცა მე ვფიქრობ, ჩემი აზრი, სუბიექტური აზრია, რომ თვითონ ლარის კურსი და ლარიზაციის პრობლემა უნდა დაწყებულიყო ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ. ჩვენ დაგვიანებული გვაქვს, ჩვენ სხვათაშორის გარკვეულ მეზობლებმა ჩვენ ეს დაგვასწრეს ეს პროცესი და ეს ჯანსაღია და ეს ნორმალურია, როდესაც ნაკლებად არის განვითარებადი ქვეყანა დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე, როდესაც ამდენ ვსაუბრობ დედოლარიზაციაზე. მე მოდით რა, უბრალოდ საზოგადოების ენაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან დაიღალა საზოგადოება ასეთი რთული ტერმინები და პირდაპირ სხვადასხვა თავრობის წევრებიც ესაუბრებიან მათ. კარგით, ახლა ერთ იმას გამოვეკიდებით, ერთ რაღაც გარკვეულ ტერმინს. მე მინდა მოდით ვისაუბროთ საზოგადოების ენაზე. დიახ, კარგით, ხეჯირებას გავემიჯნოთ და ვისაუბროთ საზოგადოების ენაზე. რატომ გჭირდება რომ ვიყოთ ნაკლებად დამოკიდებული დოლარზე? იმიტომ რომ დოლარის კურსი ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკვე 2x2 4-ია და ამას უკვე თანხმდებით ყველა ერთად, რომ ჩვენ არ ვართ ამ პროცესებში ჩართული. ჩვენ ვერ მართავთ, რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს. რეგიონში 2014 წელს მოხდა ძალიან დიდი სავალუტო კრიზისი, ამაზე ვისაუბრე უკვე ერთხელ და ძალიან ბევრჯერ ვისაუბრებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ მივიტანოთ ეს ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, არა 2008 წელს, არამედ 2014 წელს, როდესაც ჩვენმა მეზობლებმა ზოგადად ტენდენცია წავიდა დოლარის გამყარების სხვა ვალუტებთან შედარებით და დღეს ისტორიულად ძალიან დიდი მაჩვენებელი აქვს დოლარს 2003 წლის ნიშნულს მიაღწია და გუშინდელი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პროგნოზირებადი ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას გულისხმობ. ჩვენ ოპონენტებმა, ვინც გარკვეულია მაკროეკონომიკაში დიანა, ასე ვთქვათ, საუბრობენ, რომ ეს იყო პროგნოზირებადი, ყველამ ვიცოდით, რომ 0.25 საბაზისო პუნქტით იზრდებოდა ის რა ქვია საპროცენტო განაკვეთი ფედერალურ სარეზერვო სისტემაში და ეს წესით არ უნდა ყოფილიყო ლარის კურსის ვარდნის რაღაცა ერთ-ერთი მიზეზი. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა ყველა ვალუტა აკეთებს გარკვეულ რეაქციას, აძლევს შესაძლებლობას, სტიმულს აძლევს თავის ექსპორტს, რომ ამსეთ რთულ ვითარებაში ერთ-ერთი ლიდერი ვართ ჩვენ სხვათა შორის რეაქციით. ირაკლი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ლიდერებს შორის ვართ რეაქციით, მგრძნობელობით, მაშინ საერთაშორისო რეაქციით, ალბათ, იცით რატო ვართ, დიანა, ერთ-ერთი ლიდერი, როდესაც სხვებმა ეს რეკორდი, რეაქციის რეკორდი მოხსნეს 2014 წელს, ჩვენი ვალუტა შედარებით, ყველაფერი შედარებითია ამ ცხოვრებაში, შედარებით იყო სტაბილური და ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად, რომ არ ყოფილიყო ისეთი ვარდნები, როგორიც იყო მაგალითად სხვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და თქვენ იცით კარგად, რომ ლარი სტაბილურია სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით პროცენტულ მაჩვენებელში რეგიონში ლიდერის პოზიციას იკავებს დღემდე. ანუ თუნდაც თურქეთი ვთქვათ, რუსეთი ვთქვათ, აზერბაიჯანი ვთქვათ, ეს არის ეკონომიკები, რომელსაც ასე თუ ისე წარმოება აქვს. ახლა რუსეთზე შეიძლება გამიჭიდეს ამ მასობრივ წარმოებაზე საუბარი, მაგრამ თურქეთი არის წარმოებელი ქვეყანა. რატომ ხდება? თქვენ გონიათ, კარგი ცხოვრებისგან ხდება ის, რომ თურქეთმა დაიწყო ასეთი მასიური ვარდნა თურქულ ლირამ და დღეს ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. მოდით ვთქვათ, ობიექტურად შევხედოთ, რომ ეს არის ძალიან რთული ვითარება, რომელსაც ებრძვის მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები. ირაკლი, კარგი, თქვენ ახსენეთ აზერბაიჯანზე რას მეტყვით? თავრობის ხარვეზი ახსენეთ, ანუ თქვენ ფიქრობთ, კი არა და შეკითხვა მაქვს ასეთი, რომ თავრობას ეს პროცესი უნდა ასეთი გეგმით შეეჩერება, მაგალითად, ლარიზაცია რომ დაეწყო 2 წლის წინ, მაგალითად, ეს იქნება ან წელიწად ნახევრის, როცა დაიწყო ასეთი რყევა. ეს იქნებოდა თუ არა უკეთესი დღეს და თუ არ დაიწყო ეს 2 წლის წინ ან წელიწად ნახევრის წინ, ამაზე ვინ უნდა აგოს პასუხი, ეს ვისი ხარვეზის ბრალია, ვისი შეცდომის ბრალია?
კი ბატონო, დიდი მადლობა კითხვისთვის. მე არ ვარ ის პიროვნება, რომელიც იძახის, რომ ყველაფერი იდეალურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის ჩემი აზრი, რომ ეს პროცესი არა მარტო 2 წლის წინ, არამედ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, იმიტომ რომ ამ რისკების პროგნოზირება ძალიან მარტივია პრინციპში, იმიტომ რომ ხლა როდესაც გაქვს შენ ეროვნული ვალუტა, რომელსაც პრინციპში უკავია ძალიან სტაბილური მაჩვენებლები და აქვს იმის პოტენციალი, რომ შედარებით სტაბილური იყოს, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეს არის საზოგადოების ჩართულობა, ეს არის საბანკო სექტორის, ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა. მე ასე ვიტყვი, საზოგადოების საბანკო სექტორის მთავრობის და ასე შემდეგ, რომ დღეს დოლარიზაციის ამხელა მაჩვენებელი გვაქვს ქვეყანაში და ეს კულტურა, ელემენტარული კულტურა, რომ ავიღოთ კრედიტები თუნდაც ფიზიკური პირების მხრიდან და საერთოდ არ ვიცოდეთ ხეჯირება რას ნიშნავს, ეს არ არის აუცილებელი ხეჯირების ცოდნა, ეს ელემენტარული კულტურა და ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი საზოგადოების განვითარება ერთად უნდა ყოფილიყო, მოხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა და მასობრივი დოლარიზაციის პროცესი დაიწყო და დიახ. კარგით, თქვენ ბატონო ირაკლი მე გეთანხმებით, რომ ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო რამოდენიმე წლის წინ. ამის შესაძლებლობა იყო და ეს არის გარკვეულწილად დაგვიანებული. ვერავინ ვერ აკეთებს პროგნოზს. სხვათა შორის ჩვენ მქონდა ჟურნალისტებს დახურული შეხვედრა მთავრობის რამდენიმე თუ ვთქვათ კონკრეტულ მინისტრთან არ მინდა დავასახელო, სადაც მან ამ შეხვედრაზე გითხრა, რომ აი კურსზე ვერაფერს ვერ იტყვის. ჩვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოусმინეთ, რომელმაც საჯაროდ თქვა ასევე, რომ პროგნოზი მისგან არის გამორიცხული. აი ადამიანები, რომლებიც გისმენენ ახლა, ან აკომენტარებენ ჩვენს ვიდეოებს, გასაგებია, რომ ცურავი კურსია, მოთხოვნა მიწოდებაზეა დამოკიდებული და ასე ადვილად პროგნოზირებადი ეს არ არის, მაგრამ ვიღაცას აქვს ხვალზე ბინისქირა გადასახდელი, რაღაც კრედიტის თანხა და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია პროგნოზირება, თქვენ მაინც თუ გარისკავთ ამას, რომ სად გაჩერდება პროცესი, სადამდე მივა სავალუტო კურსზე ვსაუბრობ ლარის დოლართან მიმართებაში, თავარი ალბათ ეს არის დოლართან მიმართება. ეხლა მე რო ვიყო მაგალითად ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი და ასეთი ავტორიტეტი მქონდეს, იმიტომ რომ იცით რომ მის ნებისმიერ გამოსვლას და თითოეულ სიტყვას აქვს ძალიან დიდი გავლენა ბაზარზე, ნამდვილად ვიტყოდი რომ ლარი დასტაბილურდება და თუნდაც ჩემი ნათქვამი დაასტაბილურებდა ჩვენ ნაციონალურ ვალუტას, მაგრამ ასეთი ავტორიტეტი კასპის მაჟორიტარს სამწუხაროდ არ გააჩნია ყოველ შემთხვევაში დღეს და ამიტომ მე უბრალოდ გაცემულ სიტყვას, რომელიც შეიძლება პოტენციურად გაემყარებინა ლარი, ვერ ვიტყვი და ამის პროგნოზს ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ სამჯერ არის დაპროგნოზირებული. აი პრემიერმა რომ თქვას, რომ დასტაბილურდებაო, ეს დაასტაბილურებს, აი თქვათ თქვენ რო თქვით, რომ კასპის მაჟორიტარის კომპეტენცია ამას არ ეყოფა, თქვათ ან ავტორიტეტი, აი პრემიერმა რომ თქვას ხოლო სიტყვა ხომ არ კმარა ამის. ეს არის ლოგიკური. ისე ლოგიკური არის, რომ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი კომპეტენცია აქვს ვიდრე კასპის მაჟორიტარს. ამ ქვეყანაში თუნდაც კონსტიტუციით რო ვნახოთ ეს უფლებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ეს ის სიტუაცია, როდესაც კასპის მაჟორიტარი და პრემიერ-მინისტრის პროგნოზი, ანუ ამ კუთხით ძალიან გაჭირდება, იმიტომ რომ ეს პროცესები არ არის ხელოვნური, ეს პროცესები არის პირდაპირ დამოკიდებული მსოფლიოს ეკონომიკის ტენდენციებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რა კურსს აიღებს, მონეტარულ კურსს აიღებს ტრამპი, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ეს გახდება ცნობილი ალბათ უფრო ინაუგურაციის შემდეგ, რაც 20 იანვარს ჩატარდება ინაუგურაცია. იქნება თუ არა შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, თუ უფრო გამკაცრდება. მე შეგახსენებთ, რომ მყარი, ასე ვთქვათ, მყარი დოლარი და დოლარის გამყარება ჩემის აზრით თვითონ შეერთებულ შტატებსაც არც უნდა აწყობდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს უფრო შეანელებს ოპერირებას შეერთებულ შტატებში, დოლარი უფრო ძვირი სიამოვნება გახდება და მე ვფიქრობ, რომ დღეს შეერთებული შტატები არ არის მზად ამისთვის, თუმცა მე დაუბრუნდები ისევ იმას, რომ მე ვარ კასპის მაჟორიტარი და არა ფედერალური სარეზერვო სისტემის. დამეთანხმებით თუ არა, რომ არის დაულახავი ფაქტორები, მაგრამ ხელისუფლების ძალა, უნარი იმაშიც გამოიხატება, რომ გარე რისკებისგან მაქსიმალურად არიდოს ქვეყანა
და თქო დაიცვას. ესეც ხომ არის ხელისუფლების ამოცანა. და თუ შეიძლება ამაზე კომენტარის გაკეთება მინდა. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების როლი. მე არ მინდა ესე გამოვიდეს, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად უუნარო, არის მხოლოდ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და ასე შემდეგ. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ეს ქართული ოცნება იქნება, პატრიოტთა ალიანსი, ნაციონალური მოძრაობა თუ ნებისმიერი გუშინ შექმნილი პარტია, რომელიც უბრალოდ ხელდაწყობილი ელოდება თუ მხოლოდ გარე ფაქტორები გმართავს, მაშინ შიგნით რა საჭიროა მთავრობა? დიახ, არა, ხო და ანუ მაგის თქვა მინდა დიანა, ამიტომ მე გეთანხმებით, რომ ძალიან დიდია როლი ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ეკონომიკური გუნდის და ზუსტად ამიტომ მე ვთხოვ საზოგადოებას, რომ მოგცეს იმის შესაძლებლობა, რომ გავატაროთ ჩვენ, ანუ უпростоრთ მოგცა ამის შესაძლებლობა, ეს ოპოზიცია არ გვაძლევს, მუდმივ რაღაც ბატალიებშია ჩვენთან და ეს ნორმალურიც არის, მაგრამ ზოგადად ისეთი განცდა მაქვს, რომ ასე რეფორმები, რომელიც გადავწყვიტეთ, რომ მივიღოთ და ეს ცვლილებები უკვე გავიდა რაღაც 3 წელი, ანუ დაიქცა, ჩამოვარდა, ჩამოიშალა ლარის კურსი, შეჩერდა ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდა დაეცა 1%-მდე, უმუშევრობა გაიზარდა 20%-მდე, ანუ ასეთი რიტორიკა მესმის და ვერ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ავანსად ხდება და ყველაფერი შეიძლება ტოტალურად შეიცვალოს 2017 წელს, როდესაც ჩვენ მივიღებთ იმ რეზულტატს, რაც მივიღეთ, ანუ ჩვენ ხო რეაქცია უნდა დავინახოთ, მე პირადად მოსული ვარ, სუსტად თვენახევარია პარლამენტში, უпростоრ შეიძლება არც იყოს მაგდენი და ასეთი განცდა მაქვს ჟურნალისტებისგან, უკვე პასუხს ვთხოვენ იმაზე, რაც დაუშვათ, რასაც მე ხარი დაუჭირე და იმ გუნდის ნაწილი ბატონო ირაკლი, რომელიც უკვე მეორე ვადით არის ხელისუფლებაში და ბუნებრივია იმ წინა ვადის შეცდომებისაც და დამსახურებებისაც და წარმატებების მემკვიდრე ხართ ბუნებრივად. დიახ, მაგრამ მე პირველ ვადის ძალიან ხშირად ისმის ასეთი საუბრები, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ PR ტექნოლოგიებში მოვიკოჭნებთ. ახლა მოდი, ახლა რომ დავიწყო მე იმაზე საუბარს, რა სარგებელი მოუტანა ქართულმა ოცნებამ, ყველაფერს აქვს ორი მხარე, ხო, მედალს. მოდით, ახლა ქართული ოცნება არის განახლებული, ძალიან განახლებული და დამეთანხმებით, თუნდაც ეკონომიკური გუნდი, თუნდაც საპარლამენტო გუნდი და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეხლა მოგვეცემა შესაძლებლობა განახლებულ გუნდს, რომ დავამტკიცოთ, რომ ის ნაბიჯები გადადგმული, რაც მივიღეთ, თუნდაც ამ აქციზების ზრდით და ასე შემდეგ, ეს არის ერთადერთი იმის შესაძლებლობა. ერთად ვუყუროთ პროცესს, ვერ წავალთ. ერთ რაღაცას დავასრულებ. ძალიან მნიშვნელოვანია დამასრულებინა, ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორი, რაზეც კეთდება აქცენტი, რაზეც მე გავაკეთებ პირადად აქცენტს. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური ეკონომიკის განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის განათლების რეფორმა და ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის 3 პრიორიტეტი, ანუ მეცნიერება, განათლება და ინფრასტრუქტურა, ეს არის 3 პრიორიტეტი, რომელიც აქვს ესეთი გადამწყვეტი ძალით გათვალისწინებული ახალ საბიუჯეტში და ეკონომიკურ გუნდში. მე ვეთანხმებ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან საინტერესო დოკუმენტია 2020 მე გუშინ მოვისმინე ბატონი ლადოს განცხადება და მე პირადად ვარ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაო ამ დოკუმენტზე და მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები და განათლება ეს არის თავარი ჩვენი პრიორიტეტი, რაც აუცილებლად დაგვეხმარება ინოვაციამდე გადაუდებელი კრიზისის დროს რეგიონში გადავაგორო და ჩვენ შევხვდეთ სტაბილური ეკონომიკა. დიდი მადლობა ირაკლი მეზურნიშვილს, ქართული ოცნებიდან და კასპის მაჟორიტარს, როგორც დაგვიზუსტა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ლადო პაპავასთან ერთად დავბრუნდებით. მე გადაცემის დასაწყისში წაგიკითხეთ მისი ფრაზა ინტერპრეს ნიუსთან მიცემული ინტერვიუ და რომ მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე ხალხს აუხსნას, რომ ლარი უნდა უფასურდებოდეს. უფრო მეც გვეტყვის ლადო პაპავა რეკლამის შემდეგ.